გამარჯობა მეგობრებო და მაპატიეთ მომისროლა TikTok-მა არ ვიცი ვიღაცის თვალი არის აქ იმის თვალია ვიღაცის კი მოკლედ ჩემო ძვირფასებო სამყარომ არ მოგცათ იმის უფლება გავაგრძელებ რომ თქვენ რაიმე საკუთარი თავისთვის დაგეშავებინათ თუმცა ახლა ამ ყველაფერს უკვე შორიდან უყურებთ თქვენ უკვე ამ ყველაფერს შორიდან აკვირდებით სოციქსელებში სავარაუდოდ 24/7-ზე სოციქსელებში ხართ ყველანაირი ხერხის გამოყენებით აკვირდებით თქვენი გულის ინტუიციას და სავარაუდოდ თქვენი ინტუიცია არ ღალატობთ ხა იცოდეთ რომ არ ღალატობთ გაითიშა მეგობრებო გაგდებს ხო შენს გაგდებს ხო ესე იგი მარტო ჩემთან არა სავარაუდოდ ატვირთავ ორ ნაწილად მეგობრებო კი მენატრებაო ერთადერთი რამე შემიძლია მაგასთან დაკავშირებით გითხრა ჯიმა ესე გიწერია როდესაც ადამიანი გენატრება და ტკივილამდე მიყავხარ და ამ ყველაფერს თავს ვერ აღწევ ყოველთვის გაიხსენე ის თუ როგორ გატკინა გული და ამით უფრო ადვილად დააღწევთ თავს ჩემო ძვირფასებო ამიტომ რომ კი ესეც ერთ-ერთი იმის საშუალებაა რომ გამოხვიდე ამ დეპრესიიდან ამ ადამიანების ასეთი ადამიანის მარწუხებიდან გამოხვიდეთ ის გაიხსენე როდესაც ყველაზე მეტად გატკინა და ამ დროს გადაგივლის ეს მონატრების მომენტი ხო, ზუსტად ეგ უნდა გაიხსენო მაგ დროს. კი, ესეა მეგობრებო, მასე გადავიტანე მეც ასე რომ ყველაფერი გამოგივათ თუ კი მოინდომებთ. გავაგრძელებ ახლა, ხო, ინტუიციას მიენდეთ, მეგობრებო. ხო. და კიდევ, ცრემლი მომდის მონატრებით, მაგი უფრო მენატრებას საერთოდ ვერ შვებია. საკუთარ თავთან კონფლიქტში ხართ. ეს სიტუაცია თქვენ არ შეგეფერებათ, მეგობრებო, ამბობთ ამას. თუმცა იმას თუ დაუკვირდებით, რომ შეიძლება ეს იყოს კიდევ მე არ ვიცი ხა ვისთან რა სიტუაციაა და იმედია თქვენი სიტუაციას აიღებთ და ვისი თქვა მინდა ეს საკუთარ თავთან კონფლიქტიც შეიძლება იყოს მაგიური ჩარევით. თუ კი საკუთარ თავს ადანაშაულებთ, კითხვაზე პასუხები არ გააქვთ და კიდევ თქვენ თავზე ბრაზდებით, იქნებ სადმე შევცდი, იქნებ არასწორი გავაკეთე, იქნებ ის, მეგობრებო. მოეშვით საკუთარი თავის დადანაშაულებას. სადაი, აი ეს საკუთარ თავს მოუხადეთ ბოდიში, სხვებს არა და უთხარით რომ ასე არასოდეს აღარ მოექცევით. საკუთარ თავს ასე აღარასოდეს გაწირავთ. ესაა ყველაზე მთავარი, მეტი არაფერი არ უნდა გააკეთოთ და იზრუნებთ ყოველთვის ყველაზე მეტად საკუთარ თავზე და ყველაზე წინ საკუთარ თავს დააყენებთ. გამთავრებულია. ხო. ასია ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო თქვენი ენერგიები, არ ინერვიულოთ. ხო. რა თქმა უნდა. მოკლედ, ესეთი იყო თქვენი ენერგიები, ჩემო ძვირფასებო, შემოუძახეთ თავს. კითხვაზე პასუხი არ მაქვს. სამწუხაროდ მეგობრებო, არ მაქვს კითხვაზე პასუხი. მე როსაც წავიდე. რას ვლაპარაკობ და კიდე რას მიწევთ? აი. ეხლა თუ გაქვთ სურვილი ჩაიფიქრეთ ადამიანი, უბრალოდ ჩაიფიქრეთ ადამიანი, იმიტომ რომ მერე გვაქვს სხვადასხვა ქვესათაურები, ამიტომ ერთი კონკრეტული კითხვა არ გვექნება, სხვადასხვა რაღაცებზე ვისაუბრებთ. თუ შეიძლება, გოგიტა ძალიან გთხოვ, ნუ აკოპირებთ, მეგობრებო.
დავიწყებ ახლა მისი ენერგიები. იმედია ჩაიფიქრეთ ადამიანი. ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ, მეგობრებო. თქვენ თუ გინდათ წყვილებზე ჩაიფიქრეთ, რა ხდება მათ შორის, ესეც შეგიძლიათ თქვათ. ხო, დავიწყებ ახლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ენერგია. ეს ადამიანი 24/7-ზე თქვენ ყარაულებთ სოციალებში. სად ხართ, ვისთან ხართ, როგორ ხართ, რა სჭამთ, რა სვამთ, რა გაცვიათ. სად ხომ არ გაიპარეთ, ხომ არ დაოჯახდით, ხომ არ დაქორწინდით, ბავშვი ხო არ გააჩინეთ, ხო, ვინმე ხო არ გაიჩინეთ და ასე შემდეგ. ბატონო. კიდევ მისი ენერგიები. ამ ადამიანს მეორე შანსი უნდა თქვენთან დაკავშირებით. ხა, ბოდიშის მოხდა უნდა თქვენთან, ხაი მომწონს ეხლა, ხო, მომწონს. ხო, იმიტომ რომ თქვენს გარეშე არ შეუძლია ამ ადამიანს. თქვენს გარეშე არ შეუძლია. მეგობრებო. აი ახლა ეს რაღაცას მინდა ყარაულობაო. ხო. ეს ადამიანი როგორც ჩანს, კი, შეიძლება თვალს გარიდებდეთ, შეიძლება რაღაც იყო, რაღაც, მაგრამ ერთადერთი იცოდეთ ის, რომ თქვენს გარეშე ამ ადამიანს არ შეუძლია. ხო, ეს ადამიანი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, საიმისოდ, რომ თქვენთან თქვათ მოვიდეს, კი, უნდა ერთია, მაგრამ ძალიან იკავებს თავს. ეხლა მინდა ვკითხო, რატომ იკავებს თავს? მისი ენერგიები, რატომ იკავებს თავს? ამ ადამიანს რაღაც პრობლემა აქვს. ეს ადამიანი რაღაცას გიმალავს. ეს ადამიანი თქვენთან არასწორია. აი, თითქოს რაღაცას გატყუებთ, ხო. ბოლომდე გულწრფელი არაა თქვენთან. არა, მეგობრებო, არა. ხო. თუმცა ერთადერთი შემიძლია გითხრათ ის, რომ დავმალავ ახლა ამ სურათს, მისთვის ძალიან სასურველები ხართ. ამ ადამიანს თქვენთან ურთიერთობა უნდა პირდაპირი მნიშვნელობით. კექსი. ხო? ხა. თავიდან დაწყება უნდა ურთიერთობის. თუ გქონდათ ურთიერთობა პირდაპირი მნიშვნელობით ესენატრება, თუ არ გქონდათ და თქვენთან ურთიერთობა უნდა, ამ ყველაფერზე ძალიან ფიქრობს თუ როგორ გაუჩინოთ ბავშვი, ფიქრობს თუ როგორ დაიწყოს რაღაც ახალი, ამას 24/7-ზე ესე ატრიალებს თავის გონებაში და იწვის ამის სურვილით. ხო, თუმცა შორტ პერსპექტივაში ხედავს ამ ყველაფერს. მიუწვდომელია ეს მისი ფიქრები მისთვის, იმიტომ რომ ზამკნუტია. ეს ადამიანი ძალიან ზამკნუტია. აი თავისთვის ზის და ყმუის. იმის მაგივრად რომ ყმუილს მოეშვას, ეხლა დაგბლოკავს სალომე და აკოპირე მე. დაიბლოკება სალომე. მეგობრებო. ძალიან გთხოვთ, მაწყვეტინებთ. არ მაქვს კითხვაზე პასუხი. თუ გაქვთ სურვილი დარჩით და მოისმინეთ, თუ არ გაქვთ და შეგიძლიათ ასკროლოთ. ხო. ეს ადამიანი მოკლედ ყმუის და იმ ხელა კრიზისშია, რომ ძალიან დიდი ტკივილი აქვს, ძალიან დამძიმებული აქვს გული. ხო, ერთია აღიარება, საკუთარ თავთან აღიარებს კი, მაგრამ თქვენთან არა, როგორც ჩანს, თუმცა ხო, თქვენ შორის ძალიან დიდი მანძილია კიდევ. პირდაპირი მნიშვნელობით მანძილია. ეს მანძილიც კიდევ დაბრკოლებებს იწვევს ურთიერთობაში. ხო, და მოკლედ ამ ადამიანს თქვენთან უნდა მეორე შანსი კიდევ. ურთიერთობაში უნდა რაღაც გამოსწორდეს, რაღაც შეიცვალოს, ჩაასწოროს, გამოასწოროს, დახვეწოს. ვისთან როგორი სიტუაცია არ ვიცი და თქვენი პოზიცია მოირგეთ. ხო, თუ ქალბატონები მიყურებთ ამ ადამიანს უნდა რომ თქვენს ჩაფიქრებულ მამაკაცს უნდა რომ მამაკაცური საქციელებით გამოასწოროს თავისი სიტუაცია, თუ არა და თუ კი მამაკაცები მიყურებთ, თქვენ შემთხვევაში ამ ადამიანს უნდა რომ თითქოს სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ ეს სიტუაციის შეცვლა თქვენგან უფრო იყოს მოქმედებაში. კი ბატონო.
ასეთია მისი ენერგიები და კიდევ მაინც ისი ენერგიები გული ძალიან ცუდად აქვს იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი მეგობარი თქვენ იყავით მისი ძალიან ისეთი სიტუაციის შემომტანი რომ ყველაფერს ალბათ უთმენდით ანუ ხო ხედავთ ეს არის ძალიან ერთგული, ძალიან საიმედო, ძალიან იმედის მომცემი ადამიანი, ვისთან მეგობარი და ვისთან პარტნიორი და ვისთან ქმარი და ცოლი და ნუ აღარ ვამბობ, ეხლა აღარ დავკონკრეტდები. აი ძალიან დიდი სურვილი აქვს თქვენთან დაბრუნების ამ ადამიანს, ვინც არ უნდა მიყურებდეთ. თქვენთან დაბრუნების სურვილი აქვს თქვენს წარსულს. მაგრამ ვაირომ ხელფერ შეკრულია და ვერ ახერხებს, ვერ მოდის, ვერ შეუძლია. ზოგი შეიძლება იყოს ტყვეობაშიც. ხო. პლენ. შეიძლება იყოს ტყვეობაშიც. ხო. პატიმარით შეიძლება იყოს, ნუ ვისთან როგორ ეხლა. იგდებული, მოგდებული, გადაგდებული. ეხლა თვითონაა გადაგდებული, იმიტომ რომ აი ეს თქვენთან ამოვიდა, ეს ადამიანი თქვენგან არასწორად დაბინძურებული ფეხითაა წასული, ერთ დროს ამ ადამიანმა გადაგაგდოთ მიგატოვათ და ეხლა თვითონ გრძნობს ესე თავს. თუ კი პატიმარია მომკითხავი არავინ ყავს. თუ არა და სხვა შემთხვევაში შეიძლება ეს ადამიანი ხო ნიღაბი უკეთია თავისთავად არ გაჩვენებს რომ ძალიან ცუდათაა, ძალიან გულგრილად მოექცნენ, რაც დათესა ის მოიმკა ამ ადამიანმა. ხო ეს ადამიანი შეიძლება კიდევ დადიოდეს სასაფლაოზე და მიცვალებულებს ესაუბრებოდეს, იქნებ ყავს ვინმე ისეთი თავისი საყვარელი ადამიანი, ვისთანაც შეიძლება სასაფლაოზე დადიოდეს და ესაუბრებოდეს, არა გამორიცხული, ან სურაც ესაუბრებოდეს, ან პირდაპირ მნიშვნელობით სასაფლაოზე დადიოდეს და იქ ესაუბრებოდეს. კი. იმას თუ არ ჩავთვლით რომ კარმა მიუკაკუნა, ესე უთხრა. ხო კარი გამიღე მითხა სიკვდილმა, ხო გაგიგონიათ? თემურ ციკლაურის სიმღერა. ხო, მე ვერ გაუღე კარიო, მაგრამ კარი მაინც გააღებია სიკვდილმა. თუ კარმამ ბოდიშიღა სიკვდილმა ღმერთმა დაგვიფარას. ხო, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, კარმა მიუკაკუნა და ასე უთხრა, კარი გამიღეო, სანამ ცოცხალი ხარო. გინდა არ გინდა ვალი გაქვს დასაბრუნებელი. ამიტომ ამ ადამიანს შეიძლება ფინანსური ვალებიც ჰქონდეს. შეიძლება კონდეს ცხოვრებისეული ვალი, კარმამ მოუკაკუნა, ასე რომ ბოდიშივე ესე უთხრა და ვალია და ვალს გადახდა უნდაო. დამთავრებულია საქმე. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ესეთ ენერგიებშია თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. ისე რა ვთქვა, მაგრამ წაჭერილი აქვს ქვევით, კისრით ჩამოხვჭვალი კი არა? ქვედა სართულში აქვს მიჭერილი, ასე რომ იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ურთიერთობაში ამ ადამიანს არაფერი აღარ გამოსდის, ეგ უკვე სხვა თემაა. ხო. ამთავრებულია ბაზარი. დავით. ხო, მანდ ვართ კი? უსტად მანდ ვართ ანა მარია. აიყო შენ კიდე. ჩემო ძვირფასებო, არი ნერვიულოთ. სანერვიულოდ საქმე არ გაქვთ. ნამდვილად არ გაქვთ. ისი აქ მოჭერილი ქვევით, ესე გადაგრეხილი აქ. ბაწარი. კანაფის ბაწარი აქ თან გადაგრეხილი, მეგობრებო, გეფიცები. ასე რომ, ხო, აყურე, გადავჩეხე და რაც დათესა იმას იმკის. ხა, თან ნახეთ რა სქელი ბაწარი აქ, კანაფის ბაწარი აქ გადაჭერილი, ასე რომ არი ნერვიულად. ხა, საწოდავათა. უჭერს, მაგრამ მოჭერით ბავშვი არ კეთდება. ანუ რა ვქნათ? ხა. მეგობრებო, კითხვაზე პასუხი არ მაქვს. რამდენიც არ უნდა მთხოვოთ. უბედური მაგის დღე, საწოდავი მაგის დღე არა, უბედური მაგის დღე. გასლაპარაკო, ანა მარია. ხო. ასთია კი? აბა რა ეგონა ახლა მაგას? ჩვენ აუცილებლად მოვიკითხავთ მაგის ფსიქოემოციურ სიტუაციასაც. არ დავტოვებ უმაგისოდ, არი ნერვიულოთ. ხო,
ხო, მაგის გარეშეც არ დავტოვებ, მაგასაც მოვიკითხავ ამ დასტით ფსიქოემოციური სიტუაცია დუშევნაია откровение. მოკლედ დავიწყოთ ეხლა მეგობრებო, ზოგადი დღეს გვაქვს ზოგადი გაშლები. ხო, დავიწყოთ მტრებით. მტრები. ვაჟბატონები და ქალბატონების მტრები. ხო, ეხლა დასხედით, მოეწყეთ, განეწყეთ, მეგობრებო, მოთავსდით ესე კომფორტულად და სალამი ყველას, მოგესალმებით, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, ურმესი მადლობა ყოველას, თითოეულ თქვენთაგანს ჩემო ძვირფასებო. ასე რომ დავიწყოთ ეხლა ჩვენი ზოგადი. დღეს ერთ კონკრეტულ შეკითხვაზე არ ვიმუშავებთ. ეს გვექნება ზოგადი საჯარო ლაივი. ხო, დავიწყებ ეხლა ბუმერანგით, მტრები და ბუმერანგები. ჩვენი ავის მსურველები მტრები. ბუმერანგებს მიიღებენ, აბა რა ეგონათ ეხლა მაგას? ნახოთ ეხლა. მტრები და ბუმერანგი. რა ბუმერანგებს მიიღებენ? ვინც დაგვიშავეს? მტრები. ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი გარისკეს. ხო, რა ბუმერანგებს მიიღებენ მეგობრებო? თუ კი ახალ სიტუაციებში აღმოჩნდებიან, ახალ გზებს მოძებნიან, ახალ ცხოვრების დაწყებას ეცდებიან, სიახლეები მოუნდებათ თავის ცხოვრებაში მებოდიში, არც ჯანმრთელობა ექნებათ, არც სიტუაციები ექნებათ, აი რა შემთხვევაც არ უნდა მოინდომონ მეგობრებო, ხო? ყველგან იმედგაცრუება ექნებათ, ყველგან ექნებათ თაღლითობა, ტყუილები. ანუ ის რაც მათ დაგმართეს, ნახეთ რა წერია, ეს ყველაფერი უკან დაუბრუნდებათ. ხო. ასე რომ კიდევ მტრები და მათი ბუმერანგები. ხო. თუმცა ეს ადამიანები ბევრი შემთხვევაში ქალბატონია, ქალბატონი რომელიც ვერ ისვენებს, ქალბატონი რომელმაც ძალიან ბევრი манипуляციები ჩაგიტარათ, ბევრ თქვენთაგანთან იქნება ქალბატონი, ეს ქალბატონი არის ესეთი უცხრირპირო, თუმცა ყოველთვის აი მაკიაჟით, თვალები ესეთი კატასავით, აი მე ღმერთო მეგობრებო. ამოკრასკული, რო იტყვიან. ხო, ამ ადამიანს თითქოს მესამე თვალი აქვს ჩართული. იმას თუ არ ჩავთვლით, რომ მას კი არა აქვს მესამე თვალი ჩართული, ნუ ალბათ ტაროლოგიაში ჩახედილია და იქ რაღაცებს მაიმუნობს. კი. უყვარს წითელი პომადა ბევრ მათგანს, თითქოს მისი ირგვლივ ყველაფერი ხმება, ნახეთ აგერ ყვავილიც გამხმარია მეგობრებო, ეს ადამიანი სადაც არ უნდა გაივლიდეს, ყველგან ყველაფერი ფუჭდება, ყველაფერს აფუჭებს. მოკლედ არ ვიცი რა ვთქვა, რატო ვსაუბრობ ესე, მაგრამ ხო არ ვიცი, ალბათ ესეც უნდა მეთქვა. შეიძლება უყვარდეს ფერადი ტანისამოსი, ხო, შეიძლება უყვარდეს კიდევ გულსაბნევები, რაღაც განსხვავებული. ხო, კიდევ შეიძლება იღებავდეს თმებს, ნუ ეხა ვინ წითლად და ვინ ყვითლად, ამას ეხლა შეიძლება ყველასთან ერთნაირად არა, მაგრამ ვიღაცა წითლად იღებავს, ვიღაცა ღია ფერად იღებავს, ვიღაცას რიჟად აქვს შეღებილი, ამ ადამიანს თავსაბურავები უყვარდეს იქნებ, ან რაღაც თმების ისე გაკეთება თითქოს და ზევით აწევა. ხო. კიდევ რა შემიძლია რო ვთქვა? კიდევ რა შემიძლია, ხო, აქვს რაღაცნაირი იაზვური გამოხედვა, მეგობრებო. თითქოს და ხშირად შეიძლება ეცვეს შარულები ან გრძელი კაბები. კი. ესე შეიძლება იყოს. კარგით. მტრები და ბუმერანგები, ხო, ეს ადამიანი არის თქვენი მტერი. კიდევ ხმლების დედოფალი. ეს შეიძლება იყოს კიდევ ქალწული. ზოდიაქოთი ქალწული ვიღაცასთან, ყველასთან არა, მაგრამ ქალწული შეიძლება იყოს ვიღაცასთან, ეხლა ამას ნუ მივეჯაჭვებით, უბრალოდ უნდა ვთქვა. სექტემბერა. ხო? კიდევ. მტრები და ბუმერანგი.
კიდევ რაო, რა ბუმერანგი ელოდებათ, მეგობრებო. ამ ადამიანს თუ კი რაიმე შემოთავაზებები ექნება თავისი ცხოვრებისეული, არაფერი არ გაუკეთდება. შეიძლება შეთავაზებები კონდეს, მაგრამ დასრულდება კრახით. ხა, ეს იქნება მისთვის მიუწვდომელი. ხო, იმიტომ რომ არაფერი არ გამოუვა, არაფერი არ მივა ბოლომდე. არანაირი მოლაპარაკება წარმატებით არ დასრულდება. ან თუ დასრულდება ნერვიულობით, მთელი ტანჯვით, მთელი დაბრკოლებებით და მთელი ამბებით. იმედის გაცრუებით, რწმენის დაკარგვით, ხო, აი წუხილით, ნერვიულობით და მთელი ამბები, რიგითი ამბები აქვს აქ. ტრებს. ხო. ანუ ვიღაცასთან დაემთხვა. კი ბატონო, სექტემბერა. კალწულარი სექტემბერა. კალწული. ბრანჭი კელა. ეხლა მინდა კითხო. როგორი მძიმე იქნება მაინც მისთვის ბუმერანგი? ბევრი შემთხვევაში იქნება გადაწყვეტილების გადადება. აი, ხო გეუბნებით, გაუბედავი იქნება. აქამდე თუ კი გაბედულად მოქმედებ და ეს ადამიანი უკვე ვეღარ იმოქმედებს ისე როგორც ჩვევია ხოლმე. ხო, ძალიან ბევრი სიამოვნებებში იქნება, ჭორიკნობაში იქნება, არასტაბილურობაში იქნება. გაუბედავი შეიძლება რაღაც ჯანმრთელობის პრობლემებიც გქონდეს. ხო. ხო, ნუ რაღაც ესეთი. არავინ არაფრის არ მტრობს, მეგობრებო. უბრალოდ ჩვენ ახლა რაღაცებს ვგებულობთ აქ ამბებს. არ გაუმართლებს ურთიერთობაში, პარტნიორობაში, სიყვარულში. ხო, არასტაბილურობა იქნება ყოველთვის. არეული ცხოვრებით იცხოვრებს მოკლედ. ხო. ესეთი იყო ტრები და ბუმერანგი. რას გეტყოდათ ეს ადამიანი? აი, რას გეტყოდათ? რას გეტყოდათ რაიმეს თქმა რომ შეეძლოს? რას გეტყოდათ მეგობრებო? მოდი ესეც აურიოთ. აურიოთ ეს დასწებიც. შინაარსობრივად ამბებს მოგვაწოდებს. რას გეტყოდათ? რას გეტყოდათ? გეტყოდათ იმას, რომ რაღაცის შემოთავაზება უნდა. რას შემოგთავაზებდათ? ძალიან ნერვიულობს, უნდა რაღაცის შემოთავაზება, მაგრამ ვერ ბედავს, მეგობრებო. აი, ვერ ბედავს, იმიტომ რომ რაღაც ძალიან მიქარული აქვს. რას გეტყოდათ? გეტყოდათ იმას, რომ ძალიან ცუდად ვარო. რას გეტყოდათ? გეტყოდათ იმას, რომ ვეჭვიანობ შენზეო. გეტყოდათ იმას, რომ იმდენი გიღალატე, რომ უკვე ვეჭვიანობ შენზეო. კიდევ ეჭვიანობს იმას, რომ ვინმე ხوار ყავთ. რას გეტყოდათ? ხო, ვინმე ხوار ყავსო, გეტყოდათ? შეგეკითხებოდათ აქეთ, ვინმე ხوار ყავსო? ხო. რამდენად დიდია მისი ეგო? ეგო რამდენად დიდია? ხო. ეგოს რომ გადააბიჯოს, მეგობრებო, როგორ მოიქცეოდა? რას გეტყოდათ ეგოს გარეშე? ეგოს გარეშე რას გეტყოდათ? რა უნდა გითხრათ ეგოს გარეშე? გამოსავალს ეძებს, მეგობრებო. ძალიან სულდაბალი ადამიანია, ძალიან ბევრი პრობლემები აქვს, ძალიან დიდ დანაკარგებშია. ვერაფერს ვერ გეტყოდათ, სათქმელს ეძებს, მაგრამ პასუხი არა აქვს ჯერ ეძებს სათქმელს. ხო, ფიქრობს რა უნდა გითხრათ? რით გაიმართლოს თავი? ხო, ძალიან გადავაჭარბეო, ამას გეტყოდათ, მეგობრებო. ძალიან ზედმეტი მომივიდაო. მეშინია დაგვიანებისო. მეშინია იმის, რომ თქვენთან მოვიდეს, ხო, შენთან მოვიდეო და ვინმე არ ყავდესო. ან უკან არ გამაბუნძულო. ზუნძულითო. არ დამაპანჩურო. ამიტომ აქაც ეგო აქვს ჩართული. ხო. და ეხლა ფიქრობს თუ როგორ რა ტაქტი ბუმერანგი პირდაპირი მნიშვნელობით. აბატონო, ნახეთ სადაარტყა ბუმერანგი, მეგობრებო. ისეთი ბუმერანგი ელოდება ამ ადამიანს, რომ აი არ ვიცი. რაც თქვენ დაგიშავათ, ყველა უბრუნდება უკან. ვის რა დაგიშავათ? ვის რა წაგართვათ? ვის რა მოგპარათ? ვინ როგორ გაგანადგურათ? ყველაფერი უბრუნდება უკან. აი ეს ბუმერანგია, კომბალი თავში. ხო. აბატონო.
კიდევ მეგობრებო, ეხლა რა მინდა ვკითხო? რას ფიქრობს ეხლა თქვენზე მაინც? აი სიყვარული თუ აქვს, მაინტერესებს. რას ფიქრობს მეგობრებო და ეს ადამიანი შეიძლება რაღაც ფორმასთან დაკავშირებული იყოს. ბარმენი, მენეჯერი, შეიძლება ეკეთოს თუ დაცვის თანამშრომელია, დაცვა, ბრონი, ჟილეტი, რო უძახით. ხო, შეიძლება იყოს მილიცია, პოლიცია, ბარმენი, მენეჯერი, სპორტსმენი, შეიძლება ცხენზე ჯირითი უყვარდეს, ხო, ყავდეს თავისი ტრანსპორტი, რითაც 24/7-ზე დადიოდეს, ხო, თან კი არ დადიოდეს და დაყავდეს მანქანა, მეგობრებო, დაფრინავდეს, სიჩქარე უყვარდეს შეიძლება. ეხლა რა შთაბეჭდილებაც მჩება ამ ფოტოზე არის ის, რომ ეს ადამიანი ხშირად იცვლის გველივით ტყავს, არ ვიცი რატომღაც ესეთ გველის ტყავი აქვს გარედან და ასეთი შთაბეჭდილება დამჩა, რომ ხშირად იცვლიდეს ან გარეგნობას, ან იმიჯს, ან ხასიათს, დღეს ასია, ხვალისია და რაღაც ესეთი კი. კიდევ რა შემიძლია რო ვთქვა? ტორმუზი არა აქვს ამ ადამიანს ჩართული, თუ ჩქარასიარული უყარს მანქანით ისე ატორმუზებს, რომ ლამის გადმოვარდეს. ნახეთ უბრალოდ მუხრუჭები რას უშვება, ძალიან ჩქარატარება უყარს მანქანის. ხო, ცხენზე თუ ჯირითობს, კიდევ ცხენითაც კარგად ჯირითობს, იცის ეტყობა ცხენზე ჯდომაც. ხო, კიდევ რა შემიძლია ვთქვა? ესეთი რაღაცა გმირული საქციელები უყვარს, შეიძლება უყვარდეს სპორტის სახეობა, სადაც შეჯიბრებებია. ხო, ამ ადამიანს შეიძლება კიდევ ბევრი გამარჯვებები ქონდეს, არ გამოვრიცხავ. ხო. მამაკაცების შემთხვევაში, თუ კი მამაკაცები მიყურებთ და მისმენთ, თქვენს ქალბატონს ხშირად თმის აწევა უყვარს კოსასავით, აი ზევით ფაფარი რო იტყვიან, რაღაცა ესეთი შთაბეჭდილება დამჩა, თითქოს ფაფარს იკეთებს, ზევით აწევა თმების. ხო, ანუ აქაც ზემოდან ფაფარი აქვს. კიდევ ამასობაში რა ვთქვი? ნუ კაი, მისის, ხო, სიყვარული თუ აქვს თქვენი? ამ ადამიანს ძალიან აქვს სამყაროს იმედი, ბედის იმედი. სამყაროს და ბედს მიენდო. ხო, თუმცა მანამ ვიბრძოლებ, ნახეთ უბრალოდ როგორ ჭიკჭიკებს, მანამ ვიბრძოლებ, სანამ ჩემსას არ მივაღწევო. ამის მერე დავისვენებ ამბობს. თუ აქვს თქვენი სიყვარული? თუ უყვარხართ ამ ადამიანს? უყვარხართ ამ ადამიანს, მეგობრებო, სიყვარულზე ნაკლებად საუბრობთ, თუმცა რაზე საუბრობს უყურეთ ახლა. ხო, ძალიან ავტორიტეტული და ძალიან ისეთი გამოცდილია, ნუ ვისთან როგორ ახლა, ავტორიტეტობა ვისთან როგორ, მაგრამ თავის საქმიანობაში გამოცდილია ეს ადამიანი, რასაც აკეთებს, იმ საქმის ხუთოსანია. ეხლა ვინ რას აკეთებთ, თქვენ მიხვდებით მე რასაც ვსაუბრობ, ხო. თუმცა ამ ბოლო დროს ძალიან ნერვიულობს, იმიტომ რომ არაფერი არ გამოსდის ისე როგორც მას უნდა. შეიძლება ქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა, ფსიქოლოგიური, მორალური, ფიზიკური პრობლემები მემკვიდრეობასთან, პრობლემები სამართალთან, პრობლემები საბუთებთან, პრობლემები გადაადგილებასთან, ძალა გამოლეული აქვს, სირცხვილ ნაჭამია, თავმოჭრილია. სირცხვილ, აი, ხო გაგიგიათ, თავის სახელის გატეხვას, თავის გატეხვაჯობია. ნახეთ რა აწერია, სირცხვილი ნაჭამი აქვს ამ ადამიანმა, უკვე თავისი ჭამა რო იტყვიან. ხო, ეხლა არის შეიძლება კიდევაც ამოყირავებული, ძალა გამოლეული, უპასუხისმგებლოდ იქცევა. მაპატიეთ ეხლა ესეთ საუბრისთვის, მაგრამ უნდა ვთქვა. ხო, ამ ადამიანს აქვს ფინანსების პრობლემები იმასთან დაკავშირებით. ეხლა გეტყვით რასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა. თუ იცით რა საუბრობს. ხო, ჯერ იმაზე საუბრობს, რომ ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს თქვენ შორის, არაფერი არაა. ეს იყო ტყუილებით დასრულებული ურთიერთობა. ხო, აქ შეიძლება იყოს კიდევ ღალატი, ბევრი შემთხვევაში, ნუ ზოგიერთებთან, ბევრი თუ არა ზოგიერთებთან შეიძლება იყოს უკვე განქორწინებამდე მისული, ხო, ან უკვე აქამდე მიდიოდეთ.
ვთქვათ, ხო, განქორწინება, გაუგებრობა და ურთიერთობის დასრულება. აქ ყველაფერი შეიძლება იყოს ღალატიც და მოკლედ ყველაფერი. ფინანსებზე საუბარიც იყო აქ. რაღაცები მოგპარათ, მოიპარა დრო, ენერგია, ჯანმრთელობა, დაგაზიანათ, დაგამიწათ, გაგაქვავათ, ამ ადამიანმა მოგსპოთ, მოგინელათ, გაგანადგურათ, არ ვიცი რა ვთქვა კიდევ. ესე იგი, როგორ საუბრობ, ხვდებით ხო, გაუჩერებლად, იმიტომ რომ თვითონ ესე აფორიაქებული მალაპარაკებს რო იტყვიან, ხო საუბრობ, იმიტომ რომ თვითონ მეუბნება რომ ესე ვილაპარაკო, თვითონაც ესეა, ეხლა განერვიულებული და კიდევ რას მეუბნება? მივაღწიე იმას, რაც მინდოდა, ხო, რაც უნდოდა, მას მიაღწია. ეს ჩამოთვლილი ყველაფერი მას უნდოდა და რაც უნდოდა, იმას მიაღწია. და მიაღწია იმას, სადაცაა ეხლა თქვენი ურთიერთობა და რა დონემდეცა მისული. აი, ეს უნდოდა მას და მას მიაღწია, კი. გადასარევად გამოუვიდა თქვენი გულის ტკივილი, თქვენი დამცირება, თქვენი განადგურება, დასამარება, დამარხვა, დამიწება, რაც გინდათ ის დაარქვით. როგორ ავნერვიულდი ხედავთ, იმიტომ რომ ესეთი ენერგიები მოდის თქვენგან, რომ ეს ჯოჯოხეთი დაგმართათ, ცოცხლად დაგმარხათ და რას მეუბნება თუ იცით? იცით რას ამბობს? აღარ მანიჭებს ეს სიტუაცია ბედნიერებას, რაშიც აღმოჩნდი, მივაღწიე იმას, რაც მინდოდა, მაგრამ აღარ ვარ ბედნიერიო. და თქვენ იცით, ახლა მე რა ცუდად ვარ? თავბრუ მესხმის ისე რომ ლამის არ ამოვყირავდე. ამ ჩემი ჩქარი საუბრიდან მეგობრებო, დედას გეფიცებით, თავბრუ მესხმის უკვე ცუდად ვარ. ისეთი ენერგიები მოვიდა თქვენი, რომ მე არ ვიცი. და ნახეთ რა ქვემოდან, საკუთარი თავის სასარგებლოდ ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს სიტუაცია რაცა ეხლა მისი ხელითაა. მისი ხელყოფითაა. არ მაქვს წყალი ახლოს. უი, კი მაქვს. უნდა დავლია. აი ხო ხედავთ? აი ხო ხედავთ? ახლა მე ჭიამაია თუ მიშველის ჩემი. მეტი არაფერი, ჩემი ჭიამაია. მეგობრებო, დედას ფიცა ვარ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ მე როგორ მიტრიალებს ახლა თავი. ხო, გავაგრძელებ ახლა, მოვითქვი სული. ხო, ეხლა უყურეთ რა ხდება. საკუთარი თავის სასარგებლოდ გააკეთა ეს ყველაფერი. და ეხლა რა ხდება, იცით მასთან? რაც თქვენ დაგიშავათ, ყველაფერი მის თავზეა ეხლა. თქვენ უკვე გამოდიხართ, ან ბევრი გამოხვედით ამ სიტუაციიდან და ხო, შეიძლება ცოტა რაღაცები კიდე არის დარჩენილი ენერგეტიკულად, მაგრამ ეხლა თვითონა ამ დღეში. მეგობრებო, ნახეთ უბრალოდ. თვითონ ნერვიულობს ეხლა. თქვენ უკვე გაიარეთ და ეხლა თვითონ გადის ამ გზას. აი ნახეთ. ტირანიასავით ექცევა. ტირანია, თვითგანადგურება, ეს რა დამემართა, ეს როგორ დამემართა. ეხლა როგორ მოვიქცე, ეხლა როგორ გავაკეთო, ეხლა რა გავაკეთო. ეხლა გამოსავალს ეძებს. იმედგაცრუებულია, აი არასწორი გეგმები, გზიდან გადავუხვიეო ამბობს. ხო, ეს ყველაფერი უკვე აღარ მანიჭებს ბედნიერებას, როგორ მოვიქცე არ ვიციო. ხო, ეხლა საკუთარ თავს ერჩის და ეჩხუბება, რომ ეხლა რა გავაკეთო. ხო. აი მეგობრებო, ეს არის წინასწარ მეტყველების ბარათი. ანუ თქვენ თუ კი თქვენ იცოდით მაგას ეს რომ დაემართებოდა, სხვა თუ არაფერი ამ ტაროლოგიაში 24/7-ზე აქტრიალებთ, არა მარტო ჩემთან, სხვებთანაც და თქვენ ძალიან კარგად იცოდით რომ მას ეს დღე ელოდა. ხო. არაფერი დაკარგა ოჯახი. დაკარგა ბედნიერი ოჯახი, ოჯახის სრული პაკეტით. ბევრმა დაკარგა ოჯახის სრული პაკეტით, სადაც იყო იდილია.
სადაც იყო ბედნიერება, სიყვარული, სიხარული და გამრავლება, ეს დაკარგა. ეხლა იმყოფება იმპოტენციაში. არავინ არ ყავს ეხლა ისეთი ამ ადამიანს, თქვენ რო ყავდით. ხო. თქვენნაირი მეტი არავინ არ ყავს. იმიტომ რომ ვეღარ ნახა ვერავინ, არ ყავს არავინ და ვერც ეყოლება ვერავინ. ხო. არა, ეხლა ძალა აქვს გამოლეული. ვაიო, ესე იძახის. არ ვიცი რატომ თქვი, მაგრამ ალბათ ასე იძახის ვაიო. ხო. უძრაობაშია, უმოძრაობაშია, ბევრ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ბევრს აი ხო გეუბნებით, სამართალთან პრობლემები აქვს, გარეთ გასვლის პრობლემები აქვს, ჯანმრთელობა, ზოგიერთები შეიძლება ლოგინზე იწვეს, ძალა არ აქვს, არ შეუძლია. ხო. მე ვეკითხები სიყვარული თუ აქვს, თვითონ პასუხობს თავის პრობლემებს ახლა. აჰა, განქორწინება, დამთავრებულია. აქ ვხედავ განქორწინებას. თუ კი არ ხართ განქორწინებული, განქორწინდებით მეგობრებო. არა, აღარაა სიყვარული. თქვენ აღარ გიყვართ, არა, ეს თქვენ ხართ უკვე. დავაი აქედან დაახვიო. ნახეთ, ადრე იყო შენ გამამწარეო, შენ დამტოვეო, ეუბნებით. მანიპულატორი მეგობრებო, მანიპულაციები, არ ვიცი რანაირი ქონდა ამ ადამიანს, მაგრამ ჯოჯოხეთად გიქციათ ცხოვრება. ეხლა თქვენ ნახეთ, თვითონ ამოყირავებულია თავისი მანიპულაციებით. ეხლა თქვენ აქედან უშუილებთ, დავაი აქედან იარ, ასე ეუბნებით. ხო. ნეტა ვის რაში ჭირდებიო ეუბნებით. არ მოხვიდეთ ორე კისერს მოგაჭრიო ეუბნებით მეგობრებო. ხო. ასეა საქმე. ეხლა რა მაინტერესებს? ძალიან დიდ პრობლემებშია. ძალიან დიდ სირთულეებშია, ძალიან დიდ ბალოტში შეცურა, ზღვაში ღრმად შეცურა. ხო, ეხლა გიყურებთ ესე შორიდან, შეშინებული გიყურებთ. თუ როგორ გადარჩით, თქვენ, ეხლა მას აინტერესებს თუ როგორ გადარჩით, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ გადარჩით. ხო. ერთი უნდა ვკითხო, ხო, რას ფიქრობთ ეხლა თვითონ, თუ როგორ გადარჩით, რა გონია მას? მე მაინტერესებს ეხლა თქვენ როგორ გადარჩით. რომ მას პასუხი გაქვსე მის კითხვაზე. როგორ გადარჩით მეგობრებო თქვენ? თქვენ როგორ გადარჩით? აინტერესებს მას. თქვენ როგორ გადარჩით და ეს ყველაფერი დატოვეთ მოულოდნელად წარსულში. მოულოდნელად ესე აიკრიბეთ თქვენი გუდანაბადი. კი იყავით ცოცხალ მკვდრები, მაგრამ ეს მას არ დაანახეთ. ნუ ბევრმა ძალიან ადვილად გამოხვედით, ბალანსში შეხვედით და ბალანსით და ეს ყველაფერი დატოვეთ წარსულში. აი ესე გამოხვედით. ხო. რა თქმა უნდა მეგობრებო. ხო, იმიტომ რომ აღარ შეიძლებოდა უკვე იქ დარჩენა, სადაც იყო ჯოჯოხეთი. ხო, ვის 2 წელი დაგაგვიანდათ, ვის 2 კვირა, 2 თვე. 2 წელი. ხო, რაღაც ესე, ორიანებთან კავშირში. 2, ორვადაში. ხო, შეიძლებაც და წმენდებიც გაიკეთეთ, კი, მეგობრებო. კი. აი, ესეთია პასუხი თქვენი. თქვენ ამბობთ, რომ ესე იყო, კი. შეიძლება ზოგიერთებმა მამაცობა გამოიჩინეთ და სადმე წახვედით, გადაადგილება მოხდა თქვენი, გარემოს შეცვლა მოხდა თქვენი, ადამიანების შეცვლა, სამსახურის შეცვლა, ქვეყნის შეცვლა, სიტუაცია შეცვალეთ, ცხოვრების წესი შეიცვალეთ, იმიჯი შეიცვალეთ, ნუ ვინ რა შეიცვალეთ ეხლა, საკუთარ თავს ძალიან ბევრი დააძალეთ, ხო, ანუ საკუთარ თავთან იმუშავეთ, კი ბატონო და კი, გამოგივიდათ რო იტყვიან. ხო, აი ხო ხედავთ. ხო, გამგზავრებას ვხედავ, კი, მეგობრებო. გამგზავრებას ვხედავ და ეს იყო მოულოდნელი გამგზავრება თქვენი. ხო. მოულოდნელი გამგზავრება თქვენი.
კი ბატონო, ეხლა რა მაინტერესებს? ეხლა რა მაინტერესებს და თუ ნანობს დანაშაულს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. თუ ნანობს თავის აქციას, მეგობრებო. თუ ესაუბრება ვინმეს ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, მოდი ესე ვკითხოთ. თუ არის ისეთი ადამიანი, ვისთანაც ამ ყველაფერზე გულახდილად საუბრობს და ნანობს. შეცდომები. კი, მეგობრებო. რამდენად საუბრობს. იცით რა, თვითონ შეიძლება საკუთარ თავს ეუბნება, ხო, იმიტომ რომ იქ გვაჩვენა რომ ამ ადამიანს აღიარება არ უყვარს, მაგრამ საკუთარ თავთან იმას ფიქრობს, რომ შეცდა კი ძალიან ბევრი დააშავა კი. იცით რატომ მიხვდა ეხლა ამ ყველაფერს? იმიტომ რომ თვითონ დარჩა მარტო, თვითონ დარჩა გარიყული, თვითონ დარჩა მოტყუებული. არა იმიტომ რომ თქვენ გატკინათ და ეს მას ტკივა, არა, უბრალოდ მის თავზე რომ მოხდა იგივე, აი ამ დროს მიხდა მეგობრებო. ხო, აი ამ დროს, ამიტომ თუ საუბრობს ვინმესთან შეიძლება ვინმესთან საუბრობდეს თავისნაირთან. ვისთან შეიძლება ისაუბროს? შეიძლება ისაუბროს ვინმე მეგობართან, ვინმე დედმამიშვილთან, ან სარკის წინ იდგეს და საკუთარ თავს ესაუბრებოდეს. ხო, ეხლა იმის და მიხედვით თუ თქვენ როგორც თქვენ იტყვით ხოლმე მეგობრებო, აი თქვენ თუ ხვდებით რომ ამ ადამიანს ზოგადად მობოდიშება შეუძლია, არის კატეგორია ადამიანების, რომ შეუძლიათ მობოდიშება, ან აღიარება, ყველა ერთნაირი ხო არა, ეხლა ყველაზე არ საუბრობ, მაგრამ არიან კატეგორია ადამიანების, რომლებიც საუბრობენ კი. ხო, საკუთარ თავს ესაუბრება შეიძლება, რომ ძალიან ბევრი დავაშავე, ან მივქარე კი. შეიძლება ბევრთან ესეც იყოს. ხო. ძალიან დიდი დანაკარგებშია, ძალიან დიდი დავკარგეო ამბობს თქვენი სახით. ძალიან გაუბედურებული დავრჩიო. აი იცით როგორ უბედურებაზე საუბრობს? მტკარზე ვენო კი როა დარჩენილი, აი ამ უბედურებაზე საუბრობს. ხო. თითქოს ამ ადამიანს რაღაც ახალი შემოთავაზება უნდა, თითქოს რაღაც სიახლეები უნდა, თითქოს რაღაცას ცდილობს, ან ეცდება. ხა ის თქვენი გადასაწყვეტია რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ ფიქრობს იმას, რომ რაღაც ახალი, ახლებურად რაღაც ახალი დაიწყოს. რას უნდა ელოდოთ მისგან? რა იქნება ის მისი ნაბიჯები, რასაც უნდა ელოდოთ მისგან? ამ ადამიანს ღამე არ ძინავს იმაზე ფიქრით, თუ როგორ მოვიდეს თქვენამდე და როგორ აი სიმშვიდე შეინარჩუნოს უნდა, ჯერ საკუთარ თავთან დაბალანსება უნდა და მერე ფიქრობს თუ როგორ მოვიდეს თქვენამდე. ხო, ბატონო. თუ როგორ მოვიდეს თქვენამდე, მაგრამ იმდენად დამთვარულია, ხო, რომ აი არ ვიცი. ზოგიერთებთან შეიძლება იყოს ტყუპები, თევზები. ხო. აქ კიბორჩხალა და შეიძლება იყოს მორიელიც, არ გამოვრიცხავ. კი. ხო, ასე რომ ჩემო ძვირფასებო. თევზები, ტყუპები, კიბო და ხო. კი, ჯადო რო აქვს გაკეთებული ეს ვიცით, იქ ჩვენ გვითხრა თავის იმაში რა ქვია, ენერგიებში. ასე რომ მეგობრებო, ამ ადამიანს უნდა მოსვლა კი? კიბორჩხალაო. კიბოსკისერი იყო
ჩვენ დროს კამფეტები მეგობრებო ძალიან მიყვარს დღესაც. კიბოს კისერი. ხო, კიდევ გავაგზელებ ახლა. ამ ადამიანს უნდა დაბრუნება კი. მოდი ახლა ვისაც აინტერესებს ამ ადამიანის დაბრუნება. იმით ხათრისთვის ვკითხავ ახლა. ხო. ვიც ელოდებით ამ ადამიანს, რომ დაბრუნდეს. თუ უნდა ენდოთ მას მეგობრებო, თუ უნდა ენდოთ. თუ არის სანდო. თუ იქნება სანდო, ისი დაბრუნება. ვერ გეტყვით რომ იქნება სანდო. ძალიან აუტანელი საქციელებით იქნება მაინც, არადამაკმაყოფილებელი იქნება თავისი მოსვლა მეგობრებო, ამჯერად ეხა ახლანდელ სიტუაციას გიყვებით. ხო, თუმცა ამ ადამიანს ტენდენციის შეცვლა ენდომება, სიტუაციის გამოსწორება, შეცვლა ენდომება კი. მაგრამ მე რასაც ვხედავ აქ, იცით რა არის? საუბრების სიყვარულია უკვე. იცით, სიტუაცია შეიცვალა, ტენდენციის შეცვლა რას ნიშნავს? აქამდე თუ თქვენ მას არ უყვარდით და თქვენ გიყვარდათ, ხო? თქვენ ყველაზე მეტად გიყვარდათ, უფრო თქვენ გიყვარდათ ვიდრე მას. ეხლა იქნება პირიქით თქვენ აღარ გიყვართ და მას უფრო მეტად ეყვარებით. მისთვის ტანჯული იქნება ეს სიყვარული. ხო. არა მეგობრებო, არა. ამ ადამიანის დაბრუნება, ამ ადამიანის მიღება თქვენ ცხოვრებაში, ეს იქნება ყველაფერი მოჩვენებითი და ტყუილი. ეს სიტუაცია თქვენ თავს თუ კი მოიტყუებთ, ამ შემთხვევაში შეიყვანთ თავს შეცდომაში და ეს მერე შინაგანად გაგანადგურებთ. ნუ ეხლა თქვენი გადასაწყვეტია რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ კიდევაც აპატიოთ ამ ადამიანს და კიდევ მოსინჯოთ ერთი ცდა, მაგრამ ისე არ გამოგივიდეთ, რომ მერე იმ ბალოტიდან ძლივს გამოხვედით და მერე უფრო უარესი დაგმართოთ. არა მეგობრებო, არა, ქვემოდან ნახეთ. არა, ისევ იგივე სიტუაცია იქნება, ისევ იგივე რუტინული ცხოვრება, უბედურება, ძალიან ცუდი ქორწინება, ან ამ ქორწინების გადარჩენას თუ კი შეეცდებით თქვენ გამორიცხეთ. გამორიცხულია. ეს იქნება პატიმრობა თქვენთვის. თუმცა თქვენი გადასაწყვეტია. მე არ წყვიტავ ამ ყველაფერს. თუმცა არც მაგი არ თქვა, არასოდესო, არც ეს არ თქვათ მეგობრებო, არ თქვათ. იმიტომ რომ ეს ადამიანი როდესაც დაბრუნდება ზოგიერთების შემთხვევაში, ვინც ელოდებით რა თქმა უნდა, თქვენც არ იცით რა შეგრძნება გექნებათ, საკუთარი თავის კონტროლს ვერ შეძლებთ, ან როგორ შეძლებთ, ამიტომ არასოდესო ეს არ თქვათ. ხო. ამიტომ იგივე ბალოტში არ შეცუროთ. უბრალოდ გაფრთხილება ესეთი. კარგი გეუბნებათ რომ ასე იქნებაო და დანარჩენი. თქვენი გადასაწყვეტია მეგობრებო. თქვენ შეგიძლიათ ისევ კიდევ ერთხელ მისცეთ შანსი ამ ურთიერთობას. ხო. რა მინდა ვკითხო, რას გვეტყვის კიდევ? ეს ადამიანი ოფიციალურად წერილს მოგწერთ. კი. ოფიციალურად გამოვა კონტაქტზე. კი. იცით რა სიზამს? მეგობრებო, ელოდეთ მისგან ოფიციალურ წერილს, შეტყობინებას, კონტაქტზე გამოსვლას, ჩამოსვლას, მოახლოებას, სურვილი აქვს ამის. კი. ხო. ეს ადამიანი იხედება თქვენსკენ. ხო. რას უნდა ელოდოთ კიდევ? ხა ბატონო. ტყუილებს. მეც არაფერს. ელოდეთ ტყუილებს მისგან. ოფიციალურ ტყუილებს, იმიტომ რომ მეტი გზა არა აქვს. უნდა მოიტყუოს. თუნდაც ბოდიში მოგიხადოთ, ხო? გულითადად ესეც ტყუილი იქნება მეგობრებო. ხო. ესეც ტყუილი იქნება. ეს ადამიანი ვერასოდეს ვერ გადაწყვიტავს იმას, რომ თქვენ
მოგექცეთ ისე როგორც თქვენ იმსახურებთ. არა, ეს მას არ შეუძლია. მას არ შეუძლია სიტყვის დადება და პირობის შესრულება. ამ ადამიანს არ შეუძლია ერთგულება. ამ ადამიანს თქვენი გვერდით ყოფნა არ შეუძლია, თქვენი დაცვა არ შეუძლია, თქვენი სიყვარული არ შეუძლია, ურთიერთობა არ შეუძლია. ამას არაფერი არ შეუძლია ის, რაც თქვენ გჭირდებათ. ყვილები მეგობრებო, ყვილები. თუ კი ეს ადამიანი მაგიურად მოქმედებდა თქვენზე, მაგალითად, ხო? მისგან მოდიოდა მაგიები. იცოდეთ, რომ ისევ გააგრძელებს ამას. მაგიებს გააგრძელებს მეგობრებო. იმ შემთხვევაში თუ კი დარწმუნებული ხართ, რომ ზემოქმედებას გიკეთებდათ, ხო? ზემოქმედებას ახდენდა თქვენზე. ნუ რანაირ ზემოქმედებაზეა საუბარი, ესეც თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით, ეხლა მე რაზეც ვსაუბრობ. იგივეს გააგრძელებს, იცოდეთ, манипуляცია ქონდა, ისევ გააგრძელებს. მაგიას გიკეთებდათ, ჯადოებს გიკეთებდათ, იგივეს გააგრძელებს. ხელით გეხებოდათ, გცემდათ, შეურაცხყოფას გაყენებდათ, ანუ რასაც აკეთებდა, იგივეს გააკეთებს. ხო. არანაირად არაფერი არ შეიცვლება. მოიცოდეთ. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ახლა? თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ ადამიანთან? თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ ადამიანთან? საკუთარ თავზე უნდა გადაერთოთ. უნდა გაუკეთოთ საკუთარ ცხოვრებას ორგანიზაცია. თქვენ რა გინდათ? ვინ გინდათ? როგორი გინდათ? სად გინდათ? როგორ გინდათ ცხოვრება? ვისთან ერთად გინდათ ცხოვრება? მეგობრებო, ეს ყველაფერი უნდა დაგეგმოთ. რეორგანიზაცია უნდა გაუკეთოთ საკუთარ ცხოვრებას და იმუშაოთ საკუთარ თავთან. საკუთარი თავისთვის იმუშაოთ, არა მისთვის. ადამიანი, რომელმაც გაგძარცვათ, ადამიანი, რომელმაც ტყუილებში გაცხოვრათ, შეცდომებში შეგიყვანათ, ხო, ამ ადამიანისთვის კიდევ თქვენ არაფერი არ უნდა გარისკოთ, თორემ იგივენაირად მოგექცევათ. ეს არის ხვავი და ბარათი, ოჯახის დაცულობის, სიმდიდრის, მატერიალურად კარგად ყოფნის, სულიერად მაღალ ვიბრაციებში რო ადამიანი, ხო, აი ეს ოჯახის, აყვავების, ამაღლების და ესეთი ძალიან კარგი სურათია, ამაზე აღწერილი. ხო, მაგრამ უყურეთ, მემკვიდრეობის კიდევ. აბატონო, ესე იყო. ამიტომ ამ ადამიანზე ფიქრით, თუ დაბრუნდება, თუ მიიღოთ, თუ არა, კიდევ, ხო? თავი არ შეიწუხოთ, არ დაიღალოთ. ხო. როგორ უნდა მოიქცეთ? წასასვლელი უნდა გაუშვათ, დასაკარგი უნდა დაიკარგოს, გასაგდები უნდა გაიგდოს. ხო, და აი ესე. დაკარგული, რაცა წასულია უკვე მეგობრებო. დამთავრებულია. ეს ოჯახი უნდა დასრულებულიყო, უნდა დანგრეულიყო, უნდა დამთავრებულიყო, უნდა დარჩენილიყო წარსულში. რანაირი ურთიერთობაც არ გქონდათ. დამთავრდა, ამოიწურა უკვე თქვენი ერთად ყოფნა. გაუშვით ეს ადამიანი. საკუთარ თავს ეცით პატივი და განთავისუფლდით ამ ცუდი ფიქრებიდან. ხო. აუხთენელი ოცნება. დამთავრდა მეგობრებო. საკუთარი თავის გარდა სხვა ესეთი სიტუაცია დამთავრებულია. მორჩა კინო. სიო. სამართალმა პური ჭამა. ხო ხედავთ, რას გეუბნებათ? ქვემოდან ნახეთ რა სურათია, სამართლიანად იჯდება ეს ადამიანი ახლა. ის რაც მას ახლა სჭირს, ხო, გაიგებთ ამ ყველაფერს ძალიან მალე. მას რაც სჭირს, ესე ჩაკეტილი, დაჭერილი თუ პატიმრობაში, პირდაპირ თუ გადატანითი პატიმრობა, მნიშვნელობის პატიმრობა, შეიძლება მართლაც პატიმრობაში მოხდეს, ან იმყოფება უკვე, ან მენტალურ პატიმრობაში იყვეს, ან რაღაც დაემართოს, ლოგინზე იწვეს, მიეჯა, არ ვიცი მეგობრებო. გაიგებთ რაღაცა ამბავს ამასთან დაკავშირებით. ხო, შეიძლება ვიღაცას ვიღაცა გარდაეცვალოს და ეს იქნება ზუსტად რაღაც ასეთ ამბავს გაიგებთ.
ეხლა მე არ მინდა სხვისი ცუდი, მაგრამ გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილის არკანი. ან შეიძლება იყოს პირდაპირ ვიღაცა დაეღუპოს ამ ადამიანს მართლაც და ეს სამართლიანად მოხდეს, ან მას თვითონ დაუშავდეს, რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდეს, რაღაცის პრობლემა შეექმნას, დამარცხება ან რაღაც მსგავსი. და ერთია კიდევ, მესამე ტრანსფორმაცია. ტრანსფორმაცია ამ ადამიანის, მეგობრებო, ერთი წუთით პაზლი უნდა ჩავსვა. ხო. ამ ადამიანის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. რადიკალურად. აი ხო გეუბნებით, სიკვდილის არკანი, ტრანსფორმაცია. შეიძლება ეს ამ ადამიანმა ისეთი ტრანსფორმაცია გაიაროს, საერთოდ ვერ იცნოთ. ხო, ამ ტრანსფორმაციის შემდეგ ვერ იცნოთ, საერთოდ ვერ იცნოთ. არ ვიცი ახლა, სუქანი თუა დაიკლებს, სუსტი თუა მოიმატებს, აი ხო გვაჩვენა კანს გამოიცვლის, ფერს გამოიცვლის, შეხედულებას გამოიცვლის, აზრი შეეცვლება, ცხოვრება შეიცვლის, სტილს შეიცვლის, ვაფშე საერთოდ სხვანაირი გახდეს შეიძლება, უკეთესობისკენ რა თქმა უნდა. და მეორეა კიდევ სიკვდილის არკანი. ან ვიღაცა დაეღუპოს, ან რაღაცა ისეთი გაიგოთ, რომ კარგი ვერაფერი, ნუ მაპატიეთ, მაგრამ უნდა ვთქვა. მოკლედ, თქვენ ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებათ ამ ყველაფრის მერე, ხო? იტყვით, რომ სამართალი მართლაც არსებობს და სამართალმა პური ჭამაო. ხო. მე ამ საღამოს იმდენი ვისაუბრე, მე მგონი მეგობრებო, თავის ბრუალი მაქვს უკვე. კი ბატონო, აი ამ ამბავს გაიგებთ. ესეთ რაღაცას გაიგებთ. რჩევა თქვენ, რჩევა. გადაწყვეტილება. თქვენ დადგებით გადაწყვეტილების წინაშე და ვიტყვი ახლა როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება. ყველასთან სხვადასხვანაირი რა თქმა უნდა, თუმცა მე ყველა მათგანს ჩამოვთვლი. ჯერ ერთი ის, რომ ყველანაირი ხერხი უნდა გამოიყენოთ იმისთვის, რომ ფეხზე დადგეთ. ხო, ეს ერთი. რაც უნდა გააკეთოთ. მერე მეორე, დადგებით გადაწყვეტილების წინაშე. ამ გადაწყვეტილებას ვერსად ვერაულით გვერდს. ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს როგორი ახლა გეტყვით. წარსულის და მომავალის შორის გააკეთეთ. არჩევანს. და კიდევ ახლა წახვიდეთ თუ არა ამ ურთიერთობიდან. გააგრძელოთ თუ არა ამ ურთიერთობაში ყოფნა, ესეთი გადაწყვეტილების წინ დადგებით. ხო, დატოვოთ თუ არა ეს ადამიანი და წახვიდეთ თუ არა თქვენი ცხოვრებით. ესეც გადაწყვეტილებაა. ხო. კიდევ რა შემიძლია გითხრათ. ხო, აქ შეიძლება იყოს კიდევ სამკუთხედზე საუბარი, სამკუთხედიდან წახვიდეთ თუ თქვენ დატოვოთ ეს ურთიერთობა თუ რაღაც მსგავსი. ხო. მეორე მეგობრებო, გადაწყვეტილება გექნებათ მისაღები ორ პარტნიორს შორის. ერთი თუ მეორე. თუ კი ორ პარტნიორს შორის გაქვთ გადაწყვეტილება მისაღები, ყოველთვის აირჩიეთ მეორე. რადგან პირველი საჭირო რო ყოფილიყო, მეორე არ გამოჩნდებოდა თქვენ ცხოვრებაში. ამაშია საქმე. რა თქმა უნდა. ხო, მაგის შეიძლება მაგი გადაწყვეტილებაც გქონდეთ მისაღები. საკუთარი თავი თუ თქვენი წარსული. ესეც ძალიან დიდი გადაწყვეტილებაა. ხო. რა თქმა უნდა. ყოველთვის აირჩიეთ საკუთარი თავი მეგობრებო. როდესაც დგეხართ გადაწყვეტილების წინაშე, შეიძლება ადამიანმა გითხრათ, ან მე ამირჩიე და ან სხვაო. არავინ არ აირჩიოთ საკუთარი თავის გარდა. დაახვი აქედანო ესე უნდა უთხრათ. ხა. აი ასე მეგობრებო. რა რჩევას მოგცემ. არ დაპაუზდეთ. არა, არასოდეს პაუზაში არ შეიყვანოთ თქვენი ცხოვრება. იმოძრავეთ,
იმოქმედეთ, იარეთ, ხალხში გადით, ბუნებაში გადით, რაღაცით დაკავდით, გონება არ მოადუნოთ მეგობრებო. რაც არ უნდა დაბრკოლებები შეგხვდეთ, რაც არ უნდა პრობლემები შეგხვდეთ, ანახეთ, ახალი გზები მოძებნეთ, ყოველთვის წადით, გადაადგილდით, გადით მეგობრებო. ფული თუ არ გაქვთ, უფულოდ წადით. ხო. არ დაკარგოთ თქვენი სტაბილურობა, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა არ გამოდის. ხელი არ ჩაიქნიოთ მეგობრებო. არა, ძალიან ისეთი პრაქტიკული ადამიანები ხართ. თქვენ იმდენი გამოცდილება გაქვთ უკვე მიღებული ამ ცხოვრებიდან, თქვენ არაფერი აღარ გაგიჭირდებათ. აბა ეხლა კითხეთ საკუთარ თავს. და დააკვირდით ეხლა საკუთარ თავს მეგობრებო. გადახედეთ ეხლა თქვენ თავს წარსულში. როგორებიც იყავით ისეთები ხართ? უკვე ისე გეშინიათ ცხოვრების გაგრძელება? უკვე ისე გიჭირთ ცხოვრება როგორც ადრე? უკვე ისეთები ხართ? ისეთი ხედვა გაქვთ, ისეთი მიღება გაქვთ, გაგება გაქვთ? აი საკუთარი თავი ისეთივე მიგაჩნიათ როგორიც იყავით? არა მგონია. გადაგით სარკის წინ და შეხედეთ საკუთარ თავს. ხართ ისეთები როგორებიც იყავით? ისეთი მეამიტები, ისეთი აი გაუბედავები და ისეთი მოშიშარები, მეგობრებო, არა მგონია. ადრე შეიძლება მარტო ყოფნის გეშინოდათ, ან არ გინდოდათ, ან გეგონათ რომ ვერ გაძლევდით ადამიანის გარეშე. ეხლა როგორ ხართ? ხო გაძელით? ხო ხედავთ გაძელით. ესე იგი შეგძლებიათ, ხო? ესე იგი ძლიერები ყოფილხართ, ხო? ხო ასეა? ხო. მე ოდესღაც გავიარეთ თქვენაირი ცხოვრება. ჯოჯოხეთი გავიარე მეგობრებო, თქვენ რა გგონიათ? ხო. მე რო ეხლა ესე თამამად ვსაუბრობ თქვენთან, თქვენც ესე იქნებით. ძალიან სულ ცოტაც და ესე იქნებით თქვენც. 2 წლის უკან სანამ მე თქვენამდე მოვიდოდი, ხო? მე ისე ცუდად ვიყავი მეგობრებო, რომ აი არ ვიცი ვერ წარმოიდგენთ. ეხლა მიყვირს მეც. მე ისეთი არ ვარ როგორიც ვიყავი. არა, თქვენც ისე შეიცვლებით, აი ტყავს გამოიცვლით. აი ის ტრანსფორმაციის სურათი. აი ზუსტად იქ როგორცაა გატყავებული, ტყავს გამოიცვლით. თქვენ საერთოდ არ იქნებით ისეთები როგორებიც იყავით. არა, აღარ იქნებით. ხო, არც მარტო დარჩენის შეგეშინდებათ. არც იმას იფიქრებთ, კუდა პაპალა, კამუ პაპალა არ ხართ. ხო არ ხართ მეგობრებო? არა, ესეთი რაიმე საკუთარ თავს არ აკადროთ. ყოველთვის დააყენეთ საკუთარი თავი ყველაზე წინ. არ შეიძლება. თქვენ ხართ ისეთი ადამიანები, ვისაც შეუძლია კომფორტის შექმნა. აი თქვენ ვიცხოვრებაშიც არ უნდა შეხვიდეთ, კომფორტი შეგაქვთ, მზრუნველობა შეგაქვთ, საკუთარი თავი გავიწყდებათ. არ შეიძლება ესე. როდესაც არ იმსახურებს ადამიანი, ზედმეტი არავის არაფერი არ უნდა გაუკეთოთ. მე აღარაფერს აღარ ვაკეთებ უკვე არავისთვის. ჩემთვის ესე წყნარად ვარ მეგობრებო. არა, არ შეიძლება. მიიღება გაცემის ბალანსი, როდესაც ირღვევა, იქ უკვე ზედმეტია საუბარი ურთიერთობაზე, ნებისმიერ ურთიერთობაზე, თუნდაც დედმამიშვილებში, ხო. დედმამიშვილებშიც ბალანსი უნდა იყოს. მიიღება გაცემის ამბავში. სხვანაირად ურთიერთობა არანაირი არ გამოვა. არ შეიძლება. ამიტომ მე რასაც ვხედავ ახლა, საკუთარი თავის პატივისცემა ან ისწავლეთ უკვე, ან უნდა ისწავლოთ. ხო, ახლა ვის რომელი გაქვთ, მიხვდით ახლა თქვენ. ამიტომ არ გაჩერდეთ, არ დაპაუზდეთ, არ შეჩერდეთ, ყოველთვის იმოძრავეთ. ხო. გონება ამოძრავეთ. არ მოდუნდეთ მეგობრებო. არა, შეძლების და გვარად უნდა იმოძრავოთ კი. სხვა გზა არ გაქვთ. მე ეხლა როგორ გაბრუებული ვარ, თქვენ უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ. ეხლა რაც მინდა ვკითხო თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს. მოდი ჩაიფიქრეთ ნებისმიერი ადამიანი ახლა. ვინც გინდათ და ვკითხოთ მისი დუშევნაი ატყრავენიე. ხო, რას გვეტყვის მის, აი რას აღიარებს ეს ადამიანი?
აი რაზეც ტკივა გული და ვისი თქმას სურს გულით აი რას გეტყოდათ რა არის ის მისი გულის ტკივილი რასაც გეტყოდათ ან გეტყოდათ ან არ გეტყოდათ მაგრამ მას თუ გულით ტკივა რა არის ის მისი გულის ტკივილი ხო მისი გულის ტკივილი რაზეც ტკივა მას გული სამართლიანობა ეს ადამიანი წარსულს იხსენებს ჩაიხვია დაბრუნება ვაზრაშენია დაბრუნება რომ შეეძლოს დაბრუნება უნდა თქვენთან მეგობრებო მაგრამ ვაი იმას რომ სამართლიანად არ მოგექცათ ხა რას გეტყოდათ რამას არ გეუბნებათ უნდა თქვა მაგრამ უნდა გითხრათ მაგრამ არ გეუბნებათ აი ხო გეუბნები არ გეტყვით ამას ახლა მე მეუბნება რომ არ გავაგზავნო მაპატიე ჩემო კარგო მაგრამ უნდა გავაგზავნო შენ ესე ჩაგაბრუნებ მე აი ესე აქ დაგველოდე შენ ჩვენ ბოლოს მოგხედავთ მისი გულის ტკივილი რა არის აი ხო გეუბნებით რასაც არ გეუბნებათ არ გეუბნებათ იმას რომ მართალი იყავიო კიდევ რას არ გეუბნებათ არ გეუბნებათ იმას რომ თქვენ ხართ 100 წლიანი თქვენ ხართ უძლიერესი ადამიანები ამ ადამიანმა დაგაბერათ ამას არ გეუბნებათ იმდენი გალოდინათ რომ დაგაბერათ მეგობრებო დაგაბერათ შეხედულად ხო შეიძლება ბევრი თქვენთაგანი ნუ ზოგიერთები ბევრი თუ არა ზოგიერთები უკვე იმაზე მეტი შეხედულის ხართ ვიდრე ასაკი გაქვთ მაპატიეთ ეხა ესეთი საუბრისთვის დაგაბერეო გეუბნებათ განერვიულეო გაწვალეო მეო აი მთელი ცხოვრების ლოდინის ტოლფასია მისი საქციელი აღიარება მოწონს კიდევ ხო მოსიკუდილებული დაგტოვათ მეგობრებო აი არ ვიცი სიკვდილის არკანელი მისმა წასვლამ გაგანადგურათ დაგაბერათ მოგკლათ დაგმარხათ არ ვიცი ჯოჯოხეთში ჩაგაგდოთ ბევრ სიკვდილი გინატრიათ კი ხედავთ ხო სად მიდის ხო გინატრიათ კი იმ ქვეყნად წასვლა გინატრიათ იქნებ ვინმეს ისეთი სიტუაციაც გქონდათ რომ კომაში ჩავარდით მეგობრებო რაღაც მსგავსი აი რაღაც შეიძლება ერთეულებთან იყო ეს ან შეიძლება გიფიქრიათ ისეთი რამე რომ ნეტა მოუკვდე და საერთოდ აღარ გავიღვიძო კი რა თქმა უნდა უკეთესად იგრძნობთ რა თქმა უნდა მაგრამ თქვენი ქვეცნობი მისი თვითონ ამბობს ამას ამისთვის ბოდიში მინდა მოგიხადო რომ მოგკალია თვითონ ამბობს ამას მეგობრებო ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენე ჩემი წასვლით მოგკალიო ფაქტიურად მოგკალიო სიკვდილის ტოლფასი იყო ამას ამბობს ხო ხდებით ხო კიდევ მისი გულის ტკივილი ჩემი ხელით გაგანადგურეო ჩემი ხელით მოგკვეთეო ჩემი საქციელებითო ჩემი ბრალიაო იქნებ ბავშვი გინდოდათ მასთან და ეს არ მოხერხდა ამას ძალიან ნანობს ძალიან გულის ტკივა ამასთან დაკავშირებით კიდევ ხო სიკვდილი მეგობრებო აი ესეა ეხლა თვითონ თვითონ ესე ფიქრობს რატომღაც მეგობრებო თვითონ უბრალოდ იცით რა მას უკვე სინდისის ქეჯნა აქვს გაიგეთ მისი ქვეცნობიერი თორე ამას კი არა ამბობს და კი არა აღიარებს თვითონ მაგრამ მისი ქვეცნობიერში უკვე სინდისის ქეჯნა მეტი არაფერი
და კიდევ გულის ტკივილი მისი. აი ხო გეუბნები. თუ კი ბავშვი გინდოდათ ერთად, შეიძლება მას უნდოდა ბავშვი თქვენთან, ან თქვენ გინდოდათ მისგან. ხო. შეიძლება ამის შესაძლებლობა იყო, მაგრამ ან მოიშორეთ, ან მოგშორდათ, ან ჩამოგშორდათ, ან დაკარგეთ ბავშვი, რაღაც ესეთი, დაიკარგა. ხო. ეს დაიკარგა. ხო, ძალიან რთული სიტუაცია შეგიქმნათ ამ ადამიანმა. ამას ძალიან ნანობს. ტიჟოლაე პალაჟენიე. თუმცა თვითონ ამბობს იმას, რომ მე მაინც რატომღაც სადღაც იმედი მაქვს, ხოა, დასტური. მე იმედი მაქვს, რომ თვითონ მას გულით უნდა რომ თქვენ ისევ ერთად იყოთ. თვითონ ესე ამბობს. მას გულით და სულით უნდა რომ ხო ეს ურთიერთობა დაბალანსდეს და ხო თან ადასტურებს. მინდა რომ დაგიბრუნო რწმენა, მინდა რომ დავბრუნდე ამ ურთიერთობაში და მინდა რომ did you smile today? მინდა რომ ყოველი დღე იყოს ღიმილიანი, რაღაც ესეთი შინაარსი მოდის მეგობრებო. ხო, თქვენთან სიახლოვე უნდა ამ ადამიანს, მოკლედ ერთი სიტყვით და ორი გაგებით. ესეთია მისი სულიერი მდგომარეობა, გულის ტკივილი და ქვემოდან იყო ესეთი სტარას ეს არის მთელი ცხოვრება ვიცხოვრებდი შენთანო. აი ამას ამბობს ესა ქვემოდან, თუმცა ეს უკვე წარსულშია დარჩენილი და ამას ვერაფერს ვერ ვცვლიო. შეიძლება ესეც იყო, კი? ყოფილი ცოლი თუ ორსულად იყო, შეიძლება დაკარგა ბავშვიც. კი და ამას ძალიან ნანობდეს თვითონ თავისი საქციელებით. არ გამოურიცხა მეგობრებო. ხო, აი ხო ხედავთ ვისთან რა და ვისთან რა, ყველასთან სხვადასხვა სიტუაცია, ამიტომ ამ ყველაფერს თვითონ არ გეტყვით. არა. თავის შეცდომებზე არ საუბრობს, ესე ხმამაღლა. ხო. ესეა საქმე. ამიტომ ჩვენ აქ რისთვის ვართ ახლა თუ ვერ გავიგეთ ეს ყველაფერი და ცოტა გულზე არ მოგვეშვა იმით რომ თურმე დარდობს კი მეგობრებო დარდობს არ გეგონოთ შტერია რა უბრალოდ აღიარება დიდია ახლა მინდა მოდი ვკითხოთ ასტრაბარათებს დაუბრუნდები ისევ მტრებს მტრებს ნუ ვისთან ერთი და ვისთან ბევრი თუნდაც ამ ადამიანს და თუნდაც ვის ეს მტრებს ესე დავარქმევ რა ბუმერანგი დაუბრუნდებათ ასტრაბარათები რას გვეტყვიან რა ბუმერანგი დაუბრუნდებათ თქვენს მტრებს მეგობრებო მტრებს თუ მტრებს რა ბუმერანგი დაუბრუნდება ხო ის დაუბრუნდება რაც თქვენ დაგმართათ აი თუ მაგის ქვეშ იყავით თვითონ იქნება ეხლა ზემოქმედების ქვეშ კიდევ რა დაუბრუნდებათ ხო მეგობრებო თქვენგან დაუბრუნდება პირდაპირ მნიშვნელობით აი ნახეთ თქვენ დაუბრუნებთ ამ ყველაფერს და როგორ და გეტყვით ეხლა როგორ დაუბრუნებთ ამ ადამიანს თქვენ თავისას და თუნდაც მტრებს მეგობრებო ჯერ ერთი ვიტყვი იმას რომ ამ ადამიანს ვერაფერი ვერ მოერევა ეს არის ესე იგი რა ქვია ამ ადამიანს ეხლავე მეგობრებო ამას ქვია ამ ადამიანს ქვია იცით რა ადამიანის საქმე და სიტყვა ძალა მაგი თავისი ცხოვრების ესა შეუპოვარი შეუდრეკელი ადამიანი ამას ვერავინ ვერ ელევა ის შეიძლება იყოს ვერძი ლომი მშვილდოსანი ცეცხლის ენერგიებში ხართ ცეცხლის ტიქია შეიძლება იყვეთ ხო რაღაცა ცეცხლთან გქონდეთ შეიძლება შეთავსება რა ქვია მაგას მეგობრებო ახლა არ ვიცი ხო ნუ რაღაცა მსგავსი ხო თქვენ ხართ ადამიანი რომელიც სტრატეგიული ხართ ხო ლომი ვარო ხო ბატონო, კი ბატონო, ვერძი ლომი მშვილდოსანი. ეს ადამიანი ესეთი ბავშვით ხელში იბრძოლებს. მე ბრძოლის სულის ადამიანი ხარ. თქვენსას არავის დაუთმობთ. თქვენი ოჯახისთვის იბრძოლებთ ბოლომდე. თქვენი შვილებისთვის მთებსაც გადადგამთ.
ყველაფერს გააკეთებთ აბსოლუტურად, აი ცარიელ მიწაზე დასახლდებით. კიდევ რა შემიძლია ვთქვა? ანუ ინსტინქტი გერთვებათ თავდაცვის თავის დროზე. კიდევ რა შემიძლია ვთქვა? ნებისმიერი თქვენთაგანი შეიძლება იყოს გამომძიებელი, სულის კვეთებით გამომძიებელი იყოს შეიძლება. ყველაფერს იძიებდეთ, ვინ, სად, რა, როგორ როდის. გაინტერესებთ? ოღონდ კარგი გაგებით. ყველას ყოველთვის ეხმარებით. ეხლა რა ხდება აქ? მეგობრებო. ხო და ესეთ ადამიანს ისეთი დაცვა აქვს სამყაროდან, ამას ვერაფერი ვერ ერევა. ვერაფერი ვერ ერევა მეგობრებო. ჯერ ეს ერთი. მერე მეორე. თქვენ ყოველთვის იცავთ ყველაფერს, რაც თქვენია. არავის არაფერს არ უთქმობთ. კიდევ. აქ მე რასაც ვხედავ არის ის, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეგიძლიათ. თქვენ მტრებს ყველაფერს ყველანაირად შეეწინააღმდეგებით, ასე რომ მტრებს უნდა ეშინოდეთ თქვენი ბუმერანგი. თქვენ ხართ მათი ბუმერანგი. ნებისმიერი თქვენი მტრის ცხოვრებაში ხართ ბუმერანგი. თქვენგან უბრუნდებათ ამ ადამიანებს ყველაფერი მეგობრებო. ის, რასაც თქვენთვის იმეტებენ ესენი, ყველაფერი ავტომატურად უბრუნდებათ. თქვენ არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ. თქვენ თავდაცვა გააქვთ ზებუნებრივი. თქვენ ხართ სამყაროს რჩეული, ბუნების რჩეული. მეგობრებო, აინახეთ. ერთ დროს თუ კი თქვენს იმ ადამიანებს, ვისაც პატივი ეცით და გვირგვინი ჩამოაცვით თავზე და მოკლედ თქვენი ეს ადამიანები იკვებებოდნენ, ამ ადამიანებს ბუმერანგი უბრუნდებათ იმის სახით, რომ ეს თქვენი ჩამომხობილი გვირგვინი თქვენვე ჩამოამხვეთ. ისევ ხო თქვენი ჩამოცმული გვირგვინი, ისევ თქვენ ჩამოამხვეთ მეგობრებო და ეს ბუმერანგზე უარესი და ბუმერანგის ტოფასია მათთვის, იმიტომ რომ ხო აღარ შეუძლიათ არაფერი უთქვენოთ. რა არის მათი ბუმერანგი? ჯერ ის რომ ამ ადამიანებს უთქვენოთ არაფერი შეუძლიათ. მერე ის რომ რის სამზადიშიც არ უნდა იყვნენ. მაგია. რა ბუმერანგი უბრუნდებათ და ყველაფერი უბრუნდებათ მაგიურად. მეგობრებო, ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი დაგიშავეს. ძალიან ბევრი. ნახეთ აქ რამდენი ყრია, ძირს, ქაღალდი, ეს ყველა დაშავებული და თქვენთვის მოყენებული ზიანია. ეს ყველაფერი უკან უბრუნდებათ მეგობრებო. ხო, თვარეში შევლენ. თვარეში. მაგია უბრუნდებათ უკან. მაგიურად უბრუნდებათ მაგია. ხო, აი, ერთ დროს ხო თქვენ გემუქრებოდათ, თქვენ გაყენებდათ ტკივილს, ზიანს, აი ესე გემუქრებოდათ, ხო მეგობრებო? ეხლა იქეთ ემუქრებათ ამათ ყველაფერი. ასე რომ სამყარო ჩალით დახურული არაა ძვირფასები. სამყარო ჩალით დახურული არაა. ამიტომ არ ინერვიულოთ. არ ინერვიულოთ მეგობრებო. უფლის წყალობა. უფლის რწმენა. უფალს მიანდეთ. ყველას ყველაფერი უბრუნდება. ყველას ყველანაირი სიკეთე უბრუნდება უკან. არავის არაფერი არ იკარგება. არც კარგი, არც ცუდი. მოკლედ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. მართალია გაგვიწყდა, მაგრამ ავტვირთავ ორ ნაწილად. უღრმესი მადლობა ყველას. მეგობრებო, აი უღრმესი მადლობა ყველას. ჯანმრთელობა და ბედნიერება არ მოგშლოდეთ. ყველა დღის გათენება ყოფილიყოს ბედნიერების დასაწყისი. უფლის იმედი არასოდეს არ დაკარგოთ. ძალიან მიყვარხართ, ძალიან მაბედნიერებთ, ძალიან დიდ სტიმულს მაძლევთ. მეც უთქვენოთ აქ
ვერაფერს გავაწყობდი, ასე რომ უღრმესი მადლობა ყველას. მადლობა თითოეული გაღებული თქვენი სიკეთისთვის, იმას, რასაც აკეთებთ ჩემს მიმართ და აი იმ თუნდაც ერთი ლაიქისთვის, იმ ერთი კომენტარისთვის, იმ თბილი კომენტარისთვის, რასაც მე შევდივარ და ვკითხულობ. უღრმესი მადლობა ყველას. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, მშვიდობიანი ღამე და ბედნიერი ხვალინდელი დღის გათენება, ასე რომ გელოდებით კომენტარებში. აბა დროებით.